კიდევ ერთხელ ახლა თქვენ შესავალშიც საუბრობდით სად არის რისკები და საფრთხეები, ხო? კი ბატონო, ამას ჩვენ ჩავშლით პასაჟი, კი ბატონო, მაგრამ სანამ ჩავშლით, მაინც მინდა მაყურებლისთვის გასაგონად თქვა, რომ მთავარი რისკი და მთავარი საფრთხე არის სწორედაც რომ ოცნების მმართველობა და დღეს ქალბატონი მაკა წარმოადგენს იმ პოლიტიკურ ძალას, რომელმაც ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ საქართველოს თავისი სტრატეგიული როლი და დანიშნულება რაც წლების განმავლობაში ჰქონდა ჩვენ მოპოვებული და ეს ქართული ხალხის მრავალწლიანი ბრძოლის, შრომის და თავდადების შედეგად არის და არც ერთი პოლიტიკური ძალა ამას თავის თავზე ვერ მიიწერს, სწორედაც რომ გააუფასურა და ის ჩვენი სტრატეგიული როლი რაც ჰქონდა, არა თუ საერთაშორისო ასპარეზზე, არამედ რეგიონულ კონტექსტშიც კი გვაქვს დაკარგული თუ შევხედავთ, რამდენად წინარიან ჩვენი მეზობლები და წარმატებები მათ, რა თქმა უნდა, სომხეთი და აზერბაიჯანი, რომ რა თქმა უნდა ჩვენ ვისაუბროთ ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობაზე და ძალიან კარგად ვხედავთ თუ რა დონეზე ახერხებენ ისინი ამერიკის შეერთებულ შტატების ახალ ადმინისტრაციასთან პრეზიდენტების დონეზე, ვიცე-პრეზიდენტების დონეზე მასპინძლობენ ვიცე-პრეზიდენტს საკუთარ დედაქალაქებში იმ ვითარებაში, როდესაც პირველი და ერთადერთი შემთხვევაა ჩვენი ბოლო პოლიტიკური ისტორიის, როდესაც ასეთი მაღალი დონის ვიზიტი რეგიონში ხდება და საქართველოსკენ ფაქტობრივად გამოხედვაც კი არავის არ უნდა. ამიტომ ეს არის პოლიტიკა, რომ როდესაც ფაქტობრივად პოლიტიკის არარსებობას უფრო დავარქმევდი ამას, ვიდრე რაიმე ტიპის პოლიტიკის არსებობას, რომ ქართული ოცნების ძალაუფლებაში დარჩენის და ხელისუფლების შენარჩუნებას ფაქტობრივად გადააყოლა ამ რეჟიმმა, ოცნების რეჟიმმა საქართველოს სტრატეგიული როლი, კიდევ ერთხელ ვიმეორებ. იმიტომ რომ არანაირი სხვა ახსნა, გარდა იმისა, რომ ჩვენი სტრატეგიული მეგობრები და პარტნიორები მტრებად გამოაცხადო, მტრებად შერაცხო და უარი თქვა მათთან სტრატეგიულ ურთიერთობაზე და ამ დროს მხარეთ აირჩიო ის ქვეყნები, რომლებიც დღეს რადიკალურ, მათ შორის ისლამურ განწყობას და ტერორიზმს ავრცელებენ მთელ სოფლიოში. ეს რა თქმა უნდა მხოლოდ და მხოლოდ შეიძლება შეფასდეს როგორც ჩვენი ქვეყნის ეროვნული და სტრატეგიული ინტერესების ღალატად და სხვა შეფასებას ჩვენ ამას ვერ მივწევთ. აი ხა დავასრულებ, შეიძლება პარლამენტშიც თქვი და კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო. რა თქმა უნდა მშვიდობა არის უმნიშვნელოვანესი და ჩვენს პოლიტიკურ გუნდს ამას ვერავინ ვერ ასწავლის. რა თქმა უნდა, მაგრამ აი ეს ქართული ოცნების მშვიდობის მყოფელობა არის მათივე გამოგონილი და მათივე პროპაგანდისმე შექმნილი მითი, რომლითაც დღეს არავის არ სჯერა. და როდესაც ხარ რეჟიმი, ხარ გაქვს ხელისუფლება, ძალაუფლება მიტაცებული და ვერ ბედა, მათ შორის ირანის ელჩს მოთხოვო ახსნა განმარტება იმისა, თუ როგორ შეიძლება საქართველოს ისტორიის ყველაზე მტკივნეული ეპიზოდი, რაც სხვათა შორის არა ქართველების მოგზაურობა და არის ცნობილი ისტორიაში, არამედ ქალბატონ მაკას შევახსენებ და ვეტყვი, რომ ეს ეპიზოდი, რითიც არის საქართველოს ისტორიაში ცნობილი, ეს არის კახეთის აყრა. და კახეთის აყრას ერთ-ერთი ელჩი, რომ ქართველების მოგზაურობას რომ უწოდებს და ამაზე არანაირი რეაგირება ჩვენ საგარეო საქმეთა სამინისტროს არ აქვს, როდესაც ბრიტანეთის ელჩს მეორე დღეს ვეიბარებენ, იმიტომ რომ მათი პროპაგანდისტული მედია საშუალებები დაასანქცირა. აი ეს არის სამწუხარო რეალობა ქართული ეგრეთ წოდებული საგარეო პოლიტიკის, რომელიც არც პრაგმატულია, არც მულტივექტორულია, არც დაბალანსებულია, არც დიპლომატიურია და არც კომპეტენტურია. რეალურად ეს არის ქართული ოცნების ხელისუფლებაში ყოფნის გახანგრძლივებაზე ორიენტირებული საგარეო პოლიტიკა. რაც რა თქმა უნდა ჩვენ რეალურ საგარეო პოლიტიკას სამწუხაროდ ვერ დავარქმევთ. გასაგებია თქვენ წამოწდინა იყო ქვეცნობიერიდან მომდინარე დავადგეთ ევროინტეგრაციის გზას, მე მგონია რომ ჩვენ ვადგავართ ევროინტეგრაციის გზას დიდი ხანია უკვე, იმიტომ რომ საქართველოს ევროპული მომავალი არის ქართული ხალხის ცივილიზაციური არჩევანი. და ამ არჩევანის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენების უფლება არავის არ აქვს. მეგონი არც ახლა აქ ჩვენი მონაწილეობით ვერც ერთ დებატში ვერ გავატარებთ ვერც ერთი სტუმრის პირდაპირ თუ შეფარულ მცდელობას, რომ ისევ ოცნების პროპაგანდას დაეხმარონ და ახლა აქ ბატონი რამაზე საუბრობდა თავის ექსპერტულ გამოცდილებაზე და მეც დიდ პატივს ვცემ მის მრავალწლიან გამოცდილებას, მაგრამ როგორ შეიძლება არ გავაკეთო იმაზე კომენტარი, რაც ბრძანა ბატონმა რამაზმა ნეიტრალიტეტთან დაკავშირებით და იქამდე კიდევ უარესი, როდესაც თქვა რომ თურმე ევროკავშირმა, იმიტომ ჯერ ეგრეთი თქვა რომ ევროკავშირმა თავად გაწყვიტა თუ შეაჩერა საქართველოსთან ურთიერთობა და თურმე იმიტომ რომ საქართველოში ხელისუფლების ცვლილებას თხოვდა და ეს არ გააკეთა ქართულმა მხარემ. დიდი ბოდიში, მაგრამ ქართულმა მხარემ თავად რა ჩაიდინა ბატონო რამას. თავად როგორ შეაჩერა ევროპაში ევროპული ინტეგრაციის პროცესი, როგორ აქცია ზურგი პირდაპირ ევროპას. როგორ განახორციელა სრულად ანტიდემოკრატიული რეფორმები და დღეს რომ საქართველოს აქვს, აი ხა მე მაქვს აქ წამოღებული ევროკომისიის მიერ 2025 წლის 4 ნოემბერს გამოქვეყნებული ისტორიულად ყველაზე კრიტიკული დასკვნა გაფართოების ანგარიშს გულისხმობ.
სადაც ისე როგორც არასდროს კრიტიკულად არის შეფასებული ყველა მიმართულებით, უკლებლივ ყველა მიმართულებით საქართველოს მდგომარეობა, ამის შემდეგ როგორ ამბობთ, რომ თურმე ევროკავშირმა თავად გვაქცია ზურგი, იმიტომ რომ ოცნებამ ხელისუფლების ცვლილებაზე თქვა უარი, დიახ, ოცნებამ უარი თქვა თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებაზე. დიახ, ოცნებამ ზურგი აქცია ევროპას, ჩვენი ევროპელი პარტნიორები მტრებად გადაიკიდა, პირდაპირ ვთქვათ, და იგივეს ვიტყვი ამერიკაზეც. და საქართველოს პირისპირ დატოვა ყოველ შემთხვევაში ცდილობს პირისპირ დატოვოს ჩვენი მთავარი მტრის. აქ არ გხსენებია ჯერ მგონი რატომღაც, მაგრამ რუსეთის წინააღმდეგ და მე ირანზე რომ საუბრობდი, შემთხვევით არ საუბრობდი. და ეხლა აქ ალბათონი მაკარო და გვესაუბრება და გასაგებია ეს ოცნების სტანდარტული, ასე ვთქვათ, message box-ის პროპაგანდისტული ხაზის ნაწილია, რომ თურმე სუვერენიტეტს ვიცავთ. დიდი ბოდიში, მაგრამ როდესაც სუვერენიტეტზე ვსაუბრობთ, კარგად დავაზუსტოთ ვის და რის სუვერენიტეტზე ვსაუბრობთ. ოცნება როცა სუვერენიტეტზე საუბრობს, ქვეყნის სუვერენიტეტი კი არ ადარდებს, საკუთარი თავის სუვერენიტეტი ადარდებს, საკუთარი პარტიის სუვერენიტეტი ადარდებს, იმიტომ რომ აი ეს სუვერენულად გააგრძელოს კორუფცია, გააგრძელოს ადამიანებზე ძალადობა, გააგრძელოს საქართველოს ევროპული, ანუ ცივილიზაციული არჩევანის ღალატი. ამას გულისხმობ. ამას გულისხმობს ოცნება, მე კი არ გულისხმობ. ოცნება, როდესაც სუვერენიტეტზე გველაპარაკება, საქართველოს სუვერენიტეტზე კი არ გველაპარაკება, საკუთარ სუვერენიტეტზე გველაპარაკება. იმიტომ რომ როდესაც ოცნება უარს ამბობს ევროპაზე, ბატონო წამყვანო, ამას იმიტომ კი არ აკეთებს, ხა დღევანდელი თემა არის საგარეო პოლიტიკა და ზოგადად იდეოლოგია, ხო? იმიტომ რომ მართლაც გულწრფელად ჯერა აქ იყო საუბარი, რომ სადღაც სხვაგან არის ჩვენი ევროპული და ცივილიზაციური არჩევანის ალტერნატივა. არა. და ამიტომაც არის ესეთი დამნაშავე და მოღალატე ოცნება. ოცნება ამას აკეთებს იმიტომ, რომ საკუთარ ხელისუფლებას და ძალაუფლებას სხვანაირად ვერ შეინარჩუნებს. იმიტომ რომ წარმოიდგინეთ თქვენ ევროპული დემოკრატია, ევროპული სასამართლო. ევროპული სასამართლო რომ იყოს, ოცნების მაღალჩინოსნების. ყველა არა, მაგრამ 85-90% მართლმსაჯულებას უბრალოდ ვერ გაექცევა. უბრალოდ ყველას მოუწევს პასუხისგება სამართლიანი სასამართლოს წინაშე. ევროპული დემოკრატია რომ იყოს და ევროპული არჩევნები რომ ტარდებოდეს საქართველოში, ოცნებამ ყისიერად დაკარგავს ძალაუფლებას. ამიტომ არ უნდათ ევროპა, თორემ თქვენ რა გონიათ, თავადაც ძალიანაც მოსწონთ სინამდვილეში ევროპა და არ მინდა ეხა დავიწყო, რამდენად მიდრეკილი არიან ევროპაში მოგზაურობის, დასვენების და სხვადასხვა მიზნებით გამოყენებისთვის და საკუთარი შვილები და ოჯახის წევრებისთვის როგორ სარგებლობენ ევროპული კეთილდღეობით. მაგრამ რის გამოც არ უნდათ ევროპა? ეს არის საკუთარი ძალაუფლების დაკარგვის შიში. იმიტომ რომ შეუთავსებელია ერთმანეთთან ოცნების რადიკალური მმართველობა, ძალადობა და ანტიდემოკრატიული რეფორმები და განსხვავებული აზრის შემზღუდველი კანონების მიღება და ევროპული დემოკრატია. უბრალოდ შეუთავსებელია. ამიტომ თქვენ კითხვაზე პასუხი არის ეს. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ სუვერენიტეტზე, ნამდვილ სუვერენიტეტზე უნდა ვისაუბროთ. როდესაც ვსაუბრობთ მშვიდობაზე, ნამდვილ მშვიდობაზე უნდა ვისაუბროთ. როდესაც ვსაუბრობთ კეთილდღეობაზე, აქ ეკონომიკური პრივილეგიების თემაც გაჟღერდა. უნდა ვისაუბროთ ისეთ კეთილდღეობაზე, სადაც ეკონომიკური ზრდის ეფექტი და სარგებელი რამდენიმე ოჯახზე კი არ ნაწილდება მარტო ისე როგორც არის დღეს ამ ქვეყანაში. არამედ ქართულ ხალხზე ნაწილდება თანაბრად და საქართველოს თითოეული მოქალაქე არის ამ კეთილდღეობის შედეგად მოტანილი სარგებლის მიმღები. და არა ოცნებასთან დაახლოვებული ოჯახები და ოცნების მაღალჩინოსნები და მათი ბიზნესები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. კორუფცია ვერ იქნება შეთავსებული და ის მით უმეტეს იმ დოზის და დონის კორუფცია რა კორუფციაშიც ჩაფლო ოცნებამ ეს ქვეყანა ისე როგორც არასდროს განსაკუთრებით ბოლო წლების განმავლობაში ვერ იქნება შეთავსებული ევროპულ ღირებულებებთან. კიდევ ვიმეორებ. ასეთი ტიპის კორუფციონერების ადგილი არის ციხეში და არა მხოლოდ იმ კორუფციონერების, ვინც დღეს მათი შერჩევითი სამართლით იხდიან სასჯელს და ძალიანაც კარგი რომ იხდიან. არამედ ყველა დანარჩენის, ვინც დღეს იმის გამო რომ ამ კლარის ინტერესებში არ შედის რეალური, ასე ვთქვათ, რეალურად ბრძოლა კორუფციასთან და მარტო კლანების ინტერესების გადანაწილებასთან გვაქვს საქმე, ეს შერჩევითი ეგრეთ წოდებული, ასე ვთქვათ, ხალხის მოსაჩვენებელი დაკავებები. დიდი მადლობა. ამიტომ აი ვასრულებ. ნერვიულობთ ვასრულებ. არ ნერვიულობ, მე უბრალოდ მინდა მთავარ თემას დაუკავშირდეთ საქართველოს. სადაც ვართ ჩვენ და სადაც ვიქნებით ჩვენ. ისეთ დამოკიდებულებებს, რომ თურმე ნეიტრალიტეტზე შეგვიძლია ყურადღება გადავიტანოთ და თურმე საქართველოს ევროკავშირის ინტეგრაცია თავად ევროკავშირის გაჩერებულია და თურმე აქ სუვერენიტეტს იცავს ოცნება, ამას ჩვენ არსად და არასდროს არ გავატარებთ. და ყოველთვის ყველას შევახსენებთ, რომ თუ ვინმე არის პასუხისმგებელი საქართველოს ევროპული მომავლის დაზიანებაზე, პირველ რიგში ეს არის ოცნება. და ამაზე ოცნება მოვა დრო და ეს დრო არ არის ძალიან შორს და მისი ყველა მაღალჩინოსანი აგებს პასუხს.
და ეს პასუხისმგებლობები იქნება პერსონალიზებული. ეს ყველამ კარგად დაიმოწმა. მადლობა თქვენი პოლიტიკური განცხადებებისთვის. მადლობთ. ბატონო, კი ბატონო, გისმით. მექნება კითხვა და კითხვა რა თქმა უნდა უკავშირდება საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერებას, რა გადაწყვეტილებაც ოცნების ხელისუფლებამ მიიღო და როდესაც ქალბატონი მაკა საუბრობს პრაგმატულ პოლიტიკაზე, აი ჩემი კითხვა სწორედ ასე მინდა ჩამოვაყალიბო მისი მისამართით. აი რა პრაგმატული საფუძველი ქონდა ოცნების გადაწყვეტილებას ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის შეჩერებასთან დაკავშირებით. საერთოდ როგორ მომწიფდა ეს გადაწყვეტილება? მაყურებლისთვის ალბათ საინტერესო იქნება. თქვენ პირადად მონაწილეობდით თუ არ მონაწილეობდით? საერთოდ ვისი იდეა იყო ეს? და თქვენი როგორც საგარეო საქმეთა მინისტრის პოზიცია, როდესაც ოცნებაში ეს საკითხი განიხილებოდა, როგორი იყო? და დღესაც როგორია? რატომ, კიდევ ერთხელ ვაკეთებ ფორმულირებას ჩემი კითხვის, რატომ და რა პრაგმატული მოსაზრებებით და მიზნებით შეაჩერა ოცნებამ ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესს. ფაქტობრივად ყველაფერზე ისაუბრეთ, გარდა ჩემი აზრით ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტისა, რაც უკავშირდება ამ პროცესს. ყველამ კარგად იცის და კარგად ახსოვთ ჩვენს მოქალაქეებს, რომ როდესაც ჩვენ კანდიდატის სტატუსი მივიღეთ, ჯერ კიდევ 2023 წელს, მაშინვე იყო ერთგვარი დათქმა, შეიძლება უწოდოთ ამას, რომ საქართველოს იმისთვის, რომ გახსნილიყო მოლაპარაკების პროცესი, აუცილებლად უნდა შეესრულებინა, გახსოვთ ჯერ იყო 12 პუნქტიანი გეგმა და შემდეგ უკვე 9 ნაბიჯი, რომელიც ჩაითვალა სავალდებულო შესასრულებელ, ასე ვთქვათ, პუნქტებად, რომელიც კიდევ უფრო დაგვაახლოვებდა ევროპული სტანდარტის დემოკრატიას ზოგადად, თუმცა იქ ბევრი სხვადასხვა მიმართულება იყო და ქალბატონი მაკა ამაზე უფრო დაწვრილებით ისაუბრებს და მაშინ მოდი ამაზე ვისაუბროთ. თქვენ როგორც ამბობთ, თავად ევროკავშირი იყო ინიციატორი საქართველოსთან, ასე ვთქვათ, ურთიერთობის შეწყვეტის, მაგრამ რატომ ეს კითხვა რატომ არ გვიჩნდება? იმიტომ ხომ არა. არა, აი მარტო გამჭვირვალობაზე, ეს გამჭვირვალობა პროპაგანდაა მხოლოდ. არა, გამჭვირვალობა იყო რუსული. 9 ნაბიჯი შემთხვევით არ ვახსენე. 9 ნაბიჯი მარტო გამჭვირვალობისგან შედგებოდა და ამიტომ კითხვაც ამაში მდგომარეობს. აი 9 ნაბიჯიდან რომელიც იყო შემოთავაზებული ევროკავშირის მხრიდან, რომლის შესრულებაც იყო სავალდებულო და შევახსენოთ ჩვენს მოქალაქეებს, რომ ჩვენ გვსურს ევროკავშირში ინტეგრაცია და ჩვენ ვართ ვალდებული ამ რეკომენდაციების შესრულებას. ამ 9-დან მე გისვამთ კითხვას და გექნებათ საშუალება, რომ თქვენ მიპასუხოთ. ამ 9 ნაბიჯიდან ხა არ ვიცი 9-ს რამდენად გაიხსენებთ, მაგრამ რომელი ნაბიჯები შესრულდა, თუ არ შესრულდა, რატომ? და ხომ არ ფიქრობთ, რომ სწორედაც რომ ამ 9 ნაბიჯის არ შესრულება იყო მთავარი მიზეზი? არა. გასაგებია თქვენ კითხვა შეწყვიტა, სწორედ თქვენ შეწყვიტეთ ევროკავშირში ინტეგრაცია. უსმენთ ქალბატონს. ჩვენ შევწყვიტეთ. თქვენ შეწყვიტეთ, კიდე. ეს იმას ნიშნავს, რომ მნიშვნელობა არ აქვს მე რა სიტყვი, მაინც ესე იგი გაგების პრობლემა გვაქვს აქ ჩვენ. მაგას ჩვენი მაყურებლები გადაწყვეტენ, რომელიც თქვენ არ აღიარეთ და გაუგებარ ბოიკოტს. ძალიან კარგად იცით რის გამო არ აღიარეთ. რის გამო არ აღიარეთ? იმიტომ რომ ეს არ იყო თავისუფალი და სამართლიანი. რა თქმა უნდა, ამას მე ერთ წლის თავზე გავდა თავისუფალი. მათ შორის ჩვენი ევროპელი პარტნიორები და ეუთოს დელეგაცია ახლა საქართველოში და მათ შორის ეუთოს ყველაზე კრიტიკული დასკვნის გამო. მათ შორის რომ შეხედოთ, ხო, აი საქართველოს ხელისუფლებას აკრიტიკებთ, რომ რაღაცაში ჩამოვჭით ვიღაცას ევროკავშირში ინტეგრაციის ტემპით. დღეს რომ ობიექტურად შეხედოთ, მოდით სამ ქვეყანას, რომელმაც ერთდროულად შეიტანა და გააკეთა განაცხადი ევროკავშირში წევრობაზე: მოლდოვას, უკრაინას და საქართველოს. თუ შეგიძლიათ ობიექტურად შეაფასოთ, დღეს რო თქვენ იყოთ ბრიუსელში და იღებდეთ გადაწყვეტილებას, რომელი ქვეყანა იმსახურებს ევროკავშირის წევრობას და რომელი ქვეყანა არის მზად, მოდით დამსახურებაზე ნუ ვისაუბრებთ. რომელი ქვეყანა არის მზად? ამ სამიდან თქვენთვის რომელი იქნებოდა უფრო მეტად მომზადებული დღეს ევროკავშირში წევრობისთვის? მადლობა. თავარი ამ კითხვაში არის პერიოდი. რა დროს გულისხმობთ? რა თქმა უნდა იყო დრო და არც თუ ისე შორეულ წარსულში, მაგალითად სულ რაღაც 4-5 წლის წინ, როდესაც ნამდვილად საქართველო იყო ასოცირებულ ტრიოში ლიდერი. და თავად ეს დღის წესრიგიც კი იყო საქართველოს მიერ შექმნილი. თავად როდესაც იყო საქართველოს ლიდერი. დღეს სამწუხაროდ საქართველო თავისივე ანტიევროპული მისწრაფებების გამო, იმის გამო რომ მას აქვს გაცხადებული პოლიტიკა, რომ აჩერებს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესს, არ ახორციელებს იმ რეფორმებს, რომელიც არის სავალდებულო ევროკავშირში გაწევრიანებისთვის, აქვს ისტორიულად ყველაზე ნეგატიური შეფასება დემოკრატიული რეფორმების და აქვს დემოკრატიული უკუსვა როგორც არასდროს ვიდრე უკრაინა თქვენ ამბობთ და ვიდრე მოლდოვა. საქართველო არის არათუ ნაკლებად დემოკრატიული, არამედ იმ კანონების გამო, რაც განსაკუთრებით ბოლო პერიოდში თქვენმა პარლამენტმა მიიღო. საქართველო არის ავტოკრატიული რეჟიმი. ოცნების პირობებში საქართველო ჩამოყალიბდა ავტოკრატიულ რეჟიმად.
და ჯერ საქართველოზე ვისაუბროთ და მერე ვისაუბროთ უკრაინაზე და მოლდოვაზე. ამ ქვეყნებს საკუთარი გაცხადებული პოლიტიკური მისწრაფება აქვთ, რომ მათ სურთ ყველაფერი გააკეთონ იმისთვის, იმ ჩანაწერის მიხედვით, რაც ჩვენ გვაქვს საქართველოს კონსტიტუციაში, რომ გახდნენ ევროკავშირის წევრები. საქართველოს ოცნების პირობებში, რაც რა თქმა უნდა შეიცვლება და ამის დროც მალე მოვა, ამას არ აკეთებს. პირიქით, სრულიად საპირისპიროს აკეთებს და აკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ არათუ დაუახლოვდეს, არამედ პირიქით დაშორდეს ევროპულ ღირებულებებს და მინდა აქვე შეგახსენოთ ხალბატონო მაგა. რა არის მთავარი ევროპული ფუნდამენტური ღირებულებები? თქვენ ალბათ ნაკლებად გჭირდებათ ამის შეხსენება, მაგრამ ჩვენს მაყურებელს. მთავარი ფუნდამენტური ევროპული ღირებულებები არის ადამიანის უფლებების დაცვა, არის კანონის უზენაესობის დაცვა. სამართლიანი სასამართლო რომ არ გვაქვს. ადამიანის საქართველოზე უფრო სამართლიანი სასამართლო არის მოლდოვაში და უკრაინაში. საუკეთესო კანონებიც რომ მიიღოთ. როდესაც ადამიანს დაჭირდება საკუთარი სიმართლის დამტკიცება სასამართლოში და მივა და ჩინჩალაძე მურუსიძის სასამართლო დახვდება და სააკაშვილს საერთოდ რატო ახსენეთ და ვერ ხვდები რატომ არის ეს ფიგურა განსახილული დევანდელი დებატების ჩინჩალაძე მურუსიძის სასამართლო რო დახვდება ამ სასამართლოსთან სად უნდა იპოვოს სამართალი და როგორ უნდა იპოვოს სამართალი და ამიტომ ამ ყველაფრის გამო აქვს საქართველოს ის შეფასება რაც აქვს ეს არის და ეს. გასაგებია რომ უკრაინასაც და მოლდოვასაც თავის პრობლემები აქვთ და ისინი თავის პრობლემებს მიხედავენ. ჩვენგან განსხვავებით, მათ აქვთ გაცხადებული პოლიტიკური მისწრაფება, თქვენ რომ მკითხოთ, დაუსვათ კითხვა განსხვავებით საქართველოს დღევანდელი ეგრეთ წოდებული ლიდერშიპისგან. გნებავთ უკრაინის ლიდერს, გნებავთ მოლდოვას ლიდერს, საით მიდის მათი ქვეყანა, ერთიც და მეორეც გიპასუხებთ, რომ მათი ქვეყნები მიდიან ევროპაში. თქვენ არ გინდათ გაიგოთ, მათი ქვეყნებისთვის არის ევროპული მომავალი უალტერნატივო გზა. და საქართველოსთვის არ არის, მე ვფიქრობ, ძალიან ლოგიკურად გპასუხობ თქვენ კითხვაზე. საქართველოსთვის ეს გზა თქვენს მიერ არის უარყოფილი. ამ გზიდან თქვენ გადაუხვიეთ და ამის გამო არ არის საქართველოს დღეს მზად ევროკავშირის წევრობისთვის. მე მგონი ძალიან გასაგებად გქონდა. გასაგებია. დიდი განსხვავებით სამწუხაროდ უკრაინისგან და მოლდოვისგან. ეს არის მთავარი სხვაობა, რაც სამწუხაროდ განსხვავებით 4 წლის წინანდელი და 5 წლის წინანდელი ვითარებისგან. როდესაც ლიდერები ვიყავით, ხალბატონო მაგა, თქვენ ხომ გახსოვთ, თქვენ ხომ მაშინაც ამ სფეროში მოხდა. ღირსება, კიდევ ერთხელ და სამართლიანობა, ეს არის ის ორი მთავარი ფუნდამენტური ღირებულება, რომლის გარეშეც არც საგარეო პოლიტიკა კეთდება, არც საშინაო და ამით უნდა გავუმკლავდეთ ჩვენ. არც საშინაო პოლიტიკა კეთდება. გასაგებია. საგარეო პოლიტიკაზე ხედვები, შეხედულებები შეიძლება იყოს განსხვავებული, ეკონომიკური ურთიერთობები შეიძლება გქონდეს ძალიან ბევრ ქვეყანასთან, ჩინეთიც შეიძლება იყოს მათ შორის და სხვა ქვეყნებიც, მაგრამ საქართველოს უარი საკუთარ ცივილიზაციურ არჩევანზე არც ერთ შემთხვევაში არ უნდა თქვას, მით უფრო თუ ეს იცვლება ამა თუ იმ ხელისუფლების ჟინზე, დაუოკებელ ჟინზე, ნებისმიერ ფასად შეინარჩუნოს ძალაუფლება. რასაც სამწუხაროდ აკეთებს დღევანდელი ოცნება და ამიტომაც არის ეს რეჟიმი მოღალატეობრივი რეჟიმი და ეს სახელი ამ რეჟიმს აუცილებლად მიენიჭება საქართველოს ისტორიაში. ეს მოხდება დამერწმუნებით. რო შეავჯამოთ